გამარჯობა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დაგეხმარები ამ ტექსტის ადაპტაციაში ქართველი მაყურებლისთვის. ილია თოფურია საქართველოში ნამდვილი ეროვნული გმირია, ამიტომ ეს თემა ძალიან აქტუალურია. აი, პირველი პოლკა, ნაწილი. ილია თოფურიამ ხაბიბს ხაზი გადაუკვეთა. ისლამს შენს თვალწინ დავასამბითებ და თავზე დაგადგამ ფეხს. ნაწილი პირველი. ნახეთ ვიდეო ბოლომდე, რადგან ასეთი სკანდალური განცხადება ილიასგან ჯერ არ მოგვისმენია. გაიგებთ, რატომ დაემუქრა ის ნურმაგომედოვების ოჯახს და რა ბინძური საიდუმლო ამოტივტივდა ხაბიბის გუნდის შესახებ. მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს UFC-ს სამყარო დუხს, ჩვენმა ჩემპიონმა, მატადორმა ილია თოფურიამ, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თავდაჯერებულობით, ამჯერად ყველა ზღვარი გადალახა და პირდაპირ ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდს დაესხა თავს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ილიამ ისეთი რამ თქვა, რაც დაღესტნურ მხარეს ნამდვილად არ მოეწონება. ილიას თქმით, ხაბიბი ზედმეტად ამპარტავანი გახდა. მან პირდაპირ განაცხადა, როდესაც ისლამ მახაჩევს შევხვდები, მას პირდაპირ ხაბიბის კუთხეში მივათრევ, მის თვალწინ დავასამბითებ და თუ ხაბიბი ბევრს ილაბარაკებს, თავზეც კი დავადგამ ფეხს. ეს არ არის უბრალოდ ტრეშ-თოქი. ეს არის ღია მუქარა და გამოწვევა მთელი იმ იმპერიისთვის, რომელიც ხაბიბმა შექმნა. ბევრს აინტერესებს, რატომ აგრესიულობს ილია ახლა, როცა ის ოფიციალურად ოქტაგონს მიღმაა. შეგახსენებთ, რომ თოფურიამ დროებითი პაუზა აიღო. გავრცელებული ინფორმაციით, მას პირადი პრობლემები აქვს. საუბარია მეუღლესთან განყორცინებაზე და სამართლებრივ დავაზეც კი, რაც ილიას აიძულებს იანვარში დაგეგმილ ბრძოლებს გამოაკლდეს. სწორედ ამიტომ UFC-მ სუბუქ წონაში დროებითი ტიტულისთვის ბრძოლა ჩანიშნა ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის. თუმცა ილიას ეს საერთოდ არ ადარდებს. მან თქვა, რომ ამ წყვილის გამარჯვებული მისი ინტერესის სფეროში არ შედის. მისი ერთადერთი სამიზნე ისლამ მახაჩევია. ილია დარწმუნებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისლამ მახაჩევი ჭიდაობის ოსტატად ითვლება, თავად თოფურიას გრეპლინგი გაცილებით მაღალ დონეზეა. მე არ ვიყენებ ჭიდაობას ხშირად, რადგან ხალხს ნოკაუტები და დგომში ჩხუბი უყვარს, მაგრამ ისლამს სწორედ მისსავე სტიქიაში დავამარცხებ, აცხადებს ჩემპიონი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სანამ ილია და ისლამი სიტყვებით იბრძვიან, ხაბიბის გუნდს ნამდვილი მეხი დაეცა. მათ ბანაკში დოპინგ სკანდალი აფეთქდა. მოვლით ხაბულაევი, PFL-ის ჩემპიონი და ხაბიბის უახლოესი მეგობარი, აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის დასაჯეს. მას ჩამოართვეს ტიტული, ბონუსები და გაუუქმდეს ყველა შედეგი. ახლა მთელი მსოფლიო სვამს კითხვას, ნუთე დაღესტანელი მებრძოლები მხოლოდ წამლების ხარჯზე იგებენ? არის თუ არა ისლამ მახაჩევიც სუფთა? ამაზე საუბარი სულ უფრო ხშირად ხდება და ილიაც სწორედ ამ სუსტ წერტილზე აჭერს ხელს. დაწერეთ კომენტარებში. თქვენი აზრით, მართლა იყენებს თუ არა ხაბიბის გუნდი დოპინგს, თუ ეს უბრალოდ მათი წარმატების შურია? და საერთოდ, ხომ არ ზედმეტი მოუვიდა ილიას ხაბიბის ხსენება? მე პირადად ფიქრობ, რომ ხაბიბთან ასეთი ტონით საუბარი შეიძლება ცუდად დასრულდეს. თქვენ რა სიტყვით? არ გადართოთ, რადგან ახლა გაიგებთ იმ დეტალებს, რასაც ხაბიბის გუნდი საგულდაგულოდ მალავს. მართლა იჩხირავენ თუ არა დაღესტნელები და რატომ სჯერა ილიას, რომ ისლამს აჰკეცავს. როგორც წინა ნაწილში ვთქვით, მოვლით ხაბულაევის ჩავარდნამ დოპინგ ტესტზე MMA სამყარო შოკში ჩააგდო. ერითროპოეტინი, EPO, ეს არის ნივთიერება, რომელიც მის ორგანიზმში აღმოაჩინეს. მათთვის, ვინც არ იცის, ეს პრეპარატი გამზდეობას წარმოუდგენელ დონეზე ზრდის. ახლა ფანები სოციალურ ქსელებში პირდაპირ წერენ, რომ ხაბიბი, ისლამი და უმარი ყველა ქიმიკოსია. ბევრი ამბობს, რომ რუსეთში, დაღესტნის მთებში, მათ არავინ აკონტროლებთ და იქ ისეთ პრეპარატებს იღებენ, რომლებსაც უსადაც კი ვერ პოულობდა. მაგრამ ილია თოფურია მხოლოდ სხვის სკანდალებზე არ საუბრობს. მისი თავდაჯერებულობა იქამდე მივიდა, რომ მან ისლამ მახაჩევს არჩევანის უფლებაც კი მისცა. მითხრას, რომელი მახრჩობელა ან მტკივნეული ილეთით უნდა რომ წააგოს და ზუსტად იმით დავამთავრებ ხაბიბის თვალწინ, განაცხადა ილიამ. ეს უკვე აღარ არის ჩვეულებრივი სპორტული მეტოქეობა, ეს არის პიროვნული ომი. თუმცა მოდით რეალობას თვალებში შევხედოთ. ილია ამბობს, რომ ისლამს ქვესაშუალო წონაში, ველთერვეიტში დაუპილისპირდება. აი აქ კი ჩნდება დიდი კითხვის ნიშნები. ილია ფედერია, ქვემსუბუქი წონა, ისლამი კი მსუბუქი წონის ჩემპიონია და ქვესაშუალოში ასვლას გეგმავს. წარმოგიდგენიათ, რა განსხვავება იქნება გაბარიტებში? როდესაც ისლამი ოქტაგონზე შევა რეჰიდრატაციის შემდეგ, ის ილიაზე მინიმუმ 10-12 კილოგრამით მძიმე იქნება.
ილია ამტკიცებს, რომ მისი strong suit-ი, ანუ ძლიერი მხარე სწორედ გრეპლინგია, მაგრამ ის ამას არ იყენებს, რადგან ხალხს სანახაობა უნდა. თუმცა, დავიჯეროთ, რომ ისლამ მახაჩევს, რომელმაც ვოლკანოვსკი და ოლივეირა გაანადგურა პარტერში, ილია ასე მარტივად დაამარცხებს. ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ ილია ცეცხლს ეთამაშება. მისი დარტყმის ძალა ფენომენალურია, მაგრამ როცა შენზე გაცილებით დიდი და ძლიერი მოჭიდავე გაწევს, იქ ნოკაუტისთვის მომენტის პოვნა ძალიან რთულია. და აი კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ილია თოფურიამ ხაბიბს ქოქი, ამ პარტავანი უწოდა. ეს მაშინ, როცა თავად ილია თითქმის ყოველ ინტერვიუში ამბობს, რომ საუკეთესოა ისტორიაში. ნუ თუ ილია საკუთარ თავს სარკეში ვერ ხედავს, თუ ეს ყველაფერი უბრალოდ დიდი გეგმის ნაწილია, რომ ხაბიბი წყობიდან გამოიყვანოს და ოქტაგონზე დააბრუნოს. მეგობრებო, მოდით გულახდილად ვილაპარაკოთ. თქვენი აზრით, ილიას მართლა აქვს ისეთი ჭიდაობა, რომ ისლამ მახაჩევი დააშოშმინოს, თუ უბრალოდ ბევრს ლაპარაკობს პოპულარობისთვის? მე ვფიქრობ, რომ ილია ამჯერად ზედმეტად გაიჭრა და ისლამი მას პარტერში დაღლის. მეთანხმებით თუ გგონიათ, რომ ქართული გენი მაინც ყველას აჯობებს. დაწერეთ, რას ფიქრობთ, ოღონდ არ მეჩხუბოთ. უყურეთ ბოლომდე, რადგან ახლა გეტყვით ყველაზე მთავარს, როდის და სად შედგება ეს ისტორიული ბრძოლა და რატომ ამბობს ზოგიერთი, რომ 2026 წელს ყველაფერი დამთავრდება. მეგობრებო, მოდით რეალურად შევაფასოთ შანსები. ილია თოფურია ამბობს, რომ ისლამს 2026 წელს შეხვდება. რატომ მაინც და მაინც 2026? ილიამ ხუმრობით თუ სერიოზულად ახსენა, რომ 26-ში სამყარო მთავრდება. მაგრამ სანამ სამყარო დამთავრდება, ილიას ტიტულის დაცვა მოუწევს. UFC-ს თავისი წესები აქვს. თუ ჩემპიონი არ იცავს ქამარს თავის დივიზიონში, ამ შემთხვევაში ქვემსუბუქში, მას ტიტულს არ თმევენ. დანა ვაითი არავის აპატიებს ქამრის დაკონსერვებას. თუ ილია მაინც გადაწყვეტს ქვესაშუალო წონაში ასვლას, იქ მას უამრავი მშიერი პრეტენდენტი დახვდება. მისცემს კი UFC მას პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლას მახაჩევთან? როდესაც ილია ქვემსუბუქიდან მსუბუქში გადავიდა, მან ეს შანსი მიიღო, მაგრამ 2 წონით ზემოთ ასვლა სხვა თამაშია. რაც შეეხება დოპინგის თემას, რომელიც ასე აფორიაქებს ხალხს, უნდა აღინიშნოს, რომ ისლამ მახაჩევი და უმარ ნურმაგომედოვი 2025 წელს ყველაზე ხშირად შემოწმებული მებრძოლები არიან. მათ 50-ზე მეტჯერ ჩააბარეს ტესტი და ყველა სუფთა აღმოჩნდა. ამიტომ, როდესაც ხალხი ამბობს, რომ მთელი გუნდი ჩეტერია, ეს ცოტა უსამართლოა. ხაბულაევი დაიჭირეს? კი, ის უნდა გაიკრიტიკოს და დაისაჯოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენიც იგივეს აკეთებს. UFC-ს ტესტირება ბევრად უფრო მკაცრია ვიდრე PFL-ის. თუმცა ილიას სტრატეგია გასაგებია. ის ცდილობს ხაბიბის იმპერიას საძირკველი გამოაცალოს. ის ხედავს, რომ ფანებს შორის ეჭვი გაჩნდა და ამას სათავისოდ იყენებს. ილია არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც ესხმის თავს მეტოქეებს. როდესაც ის ამბობს, რომ ხაბიბს თავზე ფეხს დაადგამს, ის ხვდება, რომ ამით მთელ კავკასიას და რუსეთს აუმხედრებს საკუთარ თავს. ეს კი ნიშნავს მილიონობით ნახვას, გაყიდულ ბილეთებს და უდიდეს ჰონორარს. ილია თოფურია დღეს არის მატადორი, რომელიც წითელ ნაჭერს უფრიალებს დაღესტნელ ხარებს. შეძლებს კი ის მათ მოთვინიერებას, თუ ეს ბრძოლა მისი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. 2026 წელი ახლოსაა და პასუხებსაც მალე მივიღებთ. მანამდე კი ილიამ ჯერ თავისი პირადი პრობლემები უნდა მოაგვაროს და ოქტაგონს დაუბრუნდეს. რადგან მატადორი ხარის გარეშე მხოლოდ ადამიანია კოსტიუმში. მეგობრებო, ახლა კი მთავარი კითხვა. თქვენი აზრით, ილია მართლა ასეთი მაგარი გრეპლერია, თუ უბრალოდ იცის როგორ გაგვაგიჟოს თავისი ლაპარაკით? მე პირადად მგონია, რომ ხაბიბის ხსენება ზედმეტი იყო. კაცს, რომელსაც წაგება არა აქვს, ასე არ უნდა ელაპარაკო. თუმცა იქნებ ილია მართლა სხვა პლანეტიდანაა? დაწერეთ გჯერათ თუ არა ილიას გამარჯვებას, თუ გონიათ, რომ ისლამი მას გაანადგურებს. ველოდებით თქვენს კომენტარებს. ოღონდ კულტურულად.